კვირას 26 ივლისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღევლინა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს მთავარანგელოზ გაბრიელის კრებას. ეკლესია მოიხსენიებს ღირს სტეფანე საბაიტელს, წმინდა იულიანეს, კენომანიელ ეპისკოპოსს, წმინდა მოწამე სერაპიონს და წმინდა მოწამე მარკიანეს. ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამე მაღავლინა. თანამსახურებდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. დღესვე მეფარიშვილებისა და ბაჯაძეების გვარები დაილოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა, ყოლად სამღვდელონო, მეუფენო, პატიოსანო, მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მერვე კვირა დღეს და მთავარანგელოზ გაბრიელის ხსენებას. დღეს აი ამ დღესთან დაკავშირებით სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი უფალ იესო ქრისტეს მიერ 5,000 კაცის დაპურების შესახებ, სასწაულებრივი დაპურების შესახებ. და აი სახარება აზუსტებს, რომ 5,000 ადამიანი იყო გარდა ქალებისა და ბავშვებისა. ესე იგი დაახლოებით 10 ან 15,000 ადამიანი მაინც იქნებოდა იქ სავარაუდოდ. ეს ეპიზოდი, როგორც ყველა საკითხავი სახარებისა, განსაკუთრებულ სწავლებას გვაძლევს ჩვენ იმის თაობაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის, ღმერთის ლოცვა-კურთხევას და რწმენას, რწმენის ძალას. აი მოციქულებს აზრათას არ ქონდათ ის, რომ შეიძლება 5 პურით და 2 თევზით დაპურებულიყო ამდენი ადამიანი. და ამიტომაც უთხრეს უფალს, რომ მათ მოშივდათ, ცოდოები არიან და გაუშვათ ახლო-მახლო სოფლებში, რომ იყიდონ თავისთვის საჭმელი. და უფალმა უთხრა, რომ არ არის საჭირო მათი წასვლა, არამედ თქვენ მიეცით მათ საკვები. მათ მიუგეს, რომ გაკვირვებულებმა ჩვენ მხოლოდ 5 პური და 2 თევზი გვაქვს და ეს რას ეყოფა ამდენ 1000 ადამიანს. უფალმა თითქოს არც შეამჩნია მათი ეს შეპასუხება და უთხრა, რომ უბრძანეთ დასხდნენ ბალახზე რიგებად. შემდეგ აიღო ეს პურები და თევზი, აღაპყრო თვალები ზეცისკენ, იმის ნიშნად, რომ იგი არის ერთარსი მამა ღმერთისა და რომ ერთია მათი მოქმედება. აკურთხა ეს პურები, მისცა მოციქულებს, მოციქულებმა კი დაურიგეს ამ ხალხს და არამხოლოდ დანაყრდა ეს ამდენი 1000 ადამიანი, არამედ კიდევ დარჩა 12 კალათი აავსეს პურით. ესე იგი ბევრად მეტი დარჩა, ვიდრე იყო თავდაპირველად. და აი მოციქულებმა დაინახეს ღვთის ლოცვა-კურთხევის ძალა და მათი რწმენის ძალა უფლისადმი. და აი ჩვენ ძვირფასო ძმებო და დებო, წმინდა ეკლესია ყოველთვის გვასწავლის ლოცვა-კურთხევის მნიშვნელობას ჩვენ სულიერ ცხოვრებაში. რომ სადაც არის ღვთის კურთხევა, იქ არის ყოველგვარი სიკეთე და წარმატება. ხოლო სადაც არ არის ლოცვა-კურთხევა ღვთისა, იქ ადამიანები რომ შრომობდნენ, ხოლო თავისი ნებით, ნება-სურვილით, იქ ან არ ექნებათ ჯეროვანი წარმატება, ან საქმე არ გამოვა საერთოდ. და გარდა ამისა, რას გვასწავლის ჩვენ ეს წმინდა სახარება? მოციქულებსაც ასწავლა, რა თქმა უნდა, და ჩვენთვის ყველასთვის სულისთვის სასარგებლო სწავლებაა, რომ ღმერთ შეუძლია მცირედისგანაც შექმნას სიმრავლე,
გაამრავლოს მცირედიც. და ასევე ის რომ უფალი არ უგულებელს ყოფს მცირედსაც კი. აი ნახეთ რომ უფალს ხომ ახდენდა ამ სასწაულს და ხომ შეეძლო ზუსტად იმდენივე პური გაემრავლებინა, რამდენი სჭირდებოდა აი ამ ხალხს. არამედ მან მეტი მისცა. ბევრად მეტი მისცა. და ასე იქნება ჩვენ ცხოვრებაშიც ყოველთვის. ამიტომ არასდროს არ უნდა დავბრკოლდეთ თუ ხედავთ რომ მხოლოდ მცირედის მირთმევა შეგვიძლია, რომ მცირედი მივართვათ უფალს. მცირედი მივგვაროთ მას. ჩვენი შრომა თუ ჩვენი ღვაწლი თუ ჩვენი უნარები, ჩვენი შესაძლებლობა. არ უნდა დავბრკოლდეთ, რადგან უფალი ამ მცირედს გაამრავლებს აუცილებლად. როგორც აი მოხდა დღევანდელი სასწაულის შემთხვევაში. და კიდევ ერთი რამ, რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარია ალბათ, რომ მოციქულებმა დაინახეს რწმენის ძალის მნიშვნელობა, რომ მათ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ და არც ერთი გარემოება არ უნდა ჩათვალონ უიმედოდ. ეს ჩვენთვისაც დიდი სწავლებაა, რომ ჩვენ რწმენის სახით გვაქვს ისეთი ძალა, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ. და ვიბეორებ შეძლებს ჩვენი მწირი შესაძლებლობების, ჩვენი მწირი შესაწირავის გამრავლებას და გაძლიერებას. აი თუ გახსოვთ, როცა უფალი სასწაულებს ახდენდა, მას არაერთხელ უთქვამს, რომ ვისაც კურნავდა თუ ეხმარებოდა, რომ თქვენი რწმენისამებრ გეყოს თქვენ. ესე იგი, როგორი რწმენაც გაქვთ, ისეთი იქნება ღვთისწყალობა. იმის მიხედვით მოგეცემათ ღვთისწყალობა. ეს რას ნიშნავს, რომ უფლის რწმენა ჩვენს გულში, ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის ჩვენთვის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. და როდესაც მოციქულები გრძნობდნენ რწმენის ნაკლებობას, გახსოვთ მათი სიტყვები, როგორც თხოვეს მათ უფალს, რომ რწმენა გაგვიმრავლეო, გვიმრავლე ჩვენ სარწმუნოები. რატომ? იმიტომ რომ ისინი უკვე დარწმუნდნენ ამ რწმენის ძალაში და მნიშვნელობაში. და ამიტომაც თხოვეს. ეს იყო, როდესაც უფალმა უთხრა მათ, რომ იქ თავის მსმენელებს, რომ როცა შეგწოდავს ადამიანი, გაუწყერიო მას. ამხილე. მაგრამ თუ შენდობას გთხოვს, აპატიე და 70 ჯერ 7 გზის აპატიე თუ შენდობას გთხოვს. და მერე უთხრეს მოციქულებმა, რომ გვიმრავლე ჩვენ რწმენა. და აი თუ ისინი თხოვდნენ ამას, მით უმეტეს ჩვენ ძვირფასო ძმებო და დებო, რომლებიც ვართ მცირედ მორწმუნენი, სულიერად გლახაკნი, გმართებს რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს ჩვენ რწმენა, გაგვიმრავლოს რწმენა, რომ გავხდეთ მისი მადლით. და აი დღეს მთავარანგელოზობაა და მთავარანგელოზ გაბრიელის და ყოველთა უხორცოთა ძალთა ლოცვით და მადლით ნამდვილი ქრისტიანები და გულწრფელი ქრისტიანები, ამინ, მერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. დღეს ჩვენ ვლოცავთ მეფარიშვილებს და ბაჯაძეებს. მერთმა გაგახაროთ, გაგამრავლოთ და გიმრავლოთ რწმენა და სიხარული და ბარაკა თქვენს გვარებს და ოჯახებს. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ქადაგების დასრულების შემდეგ მრევლი კიდევ ერთხელ დალოცა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ საკვირაო წირვას ქურდიანების გვარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ქურდიანების გვარის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა 10 შეკრებილები დაალოცა. ქურდიანების გვარის წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს საჩუქრად ხატი გადასცეს. დღეს აი განსაკუთრებული სიხარულია, რომ ესეთი ხატით მოხვედით, ესეთი საჩუქრით და მე უკვე როგორც კათოლიკოს პატრიარქის ასეთ ხარისხში მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებით დაგლოცოთ დიდი სიყვარულით. მადლობა გითხრათ და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რაც იყო დღეს სახარებაში საკითხული. თუ რა მნიშვნელობა აქვს ღმერთთან ყოფნას, ღვთის ლოცვა-კურთხევას და წმენას. აი რომ მათ შეებრალათ ეს ხალხი მოციქულებს და არ ყოფნიდათ საჭმელი, ხო სწორია, ხო გახსოვთ იყო დღეს საკითხული. და აი უფლის სიტყვით, ერთი სიტყვით როგორ გამრავლდა ეს საკვები, პური და თევზი და არათუ ეყო ყველას, არამედ მეტიც კი დარჩა. აი ესე მრავლდება ჩვენი სიმწირე. თუ კი უფალთან ვიქნებით, მისი კურთხევით ვიქნებით და მასთან ვიქნებით და მისი რწმენით ვიცხოვრებთ. და აი ეს მინდა გისურვოთ პირველ რიგში, როგორც მთელ საქართველოს, ასევე უაშკაცეს ქურდიანების გვარს, რომელიც ყოველთვის იყო ქვეყნის სამსახურში, განსაკუთრებულ სამსახურში. თქვენ ალბათ იცით ჩვენი გვარის ისტორია, რომ ეს იყო ესეთი ეხლა როგორც იტყოდნენ, რეგულარული ჯარი იყო სვანეთის საზღვარზე, რომელიც პრაქტიკულად როგორც მე გამიგია, მხოლოდ სამხედრო სამსახურში იყო. მიწის სამუშაოებზე არ მუშაობდნენ, ვერც ასწრებდნენ, არც ჰქონდათ მაგისტრო და მაგათი დანიშნულება იყო მხოლოდ ეს. საზღვარზე ყოფნა და ბრძოლა. განთქმული იყო მთელ სვანეთში ეს გვარი თავისი დიდი ვაჟკაცობით და დიდი ბრძოლის უნარიანობით და მინდა ეს გისურვოთ, რომ ეს თვისებები კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენს გვარში და გამრავლდეს. მე ბედნიერი ვარ, რომ აი ეს ქურდანების სისხლი მაქვს და ვამაყობ ამით. აგახაროთ ღმერთმა, მეც მიყვარხართ ყველანი და ჩვენი ქვეყანა გააძლიეროს და ჩვენი გვარი კიდე აყავოს და გაამრავლოს. შეხვედრის დასასრულს სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. იქიდან გამომდინარე, რომ უწმინდეს დედა ქურდიანი ყავდა, რა ვიცი, ეგეთი ის მოვიფიქრეთ რა, რომ ყვინდოდა პატივი გვეცარა, რომ რაღაცით გაგვეხარებინა უწმინდესი და გაუკეთეთ ეს ხატი და რახან სვანური გვარის წარმომავლობა გვაქვს და ესა ავარჩიეთ კვირიკეთ და ივლიტე ჩემი და ჩემი მეუღლის გაკეთებული ეს ხატიც რა და გადავეცით საჩუქრად უწმინდეს. სხვათა შორის წინა უწმინდესაც ბევრი ხატები ჰქონდა ჩვენი ჩემი და ჩემი მეუღლის ერთობლივი გაკეთებული. დიდი სიხარულია ჩვენთვის, რომ პატრიარქი არის ჩვენი სისხლის და ხორცი და ნათესავი და თვითონაც ისეთი სიყვარულით და სიხარულით შეგვხვდა დღეს. თვითონაც ღელავდა და ჩვენც ღელავთ ყველანი. დიდი სიხარული გვაქვს დიდი და მადლობა უფალს ამ დღისთვის. საგარეჯოდან ჩამოვედით პატრიარქის შესახვედრად, ყველა ქურდოვანი ძეები, ქურდიანები შევიკრიბეთ. მოხარულები ვართ, ძალიან გვიყვარს, ძალიან დიდი სიხარული არის დღევანდელი დღე ჩვენთვის. რა ვიცი, უსურვებთ ჯანმრთელობას პატრიარქს პირველ რიგში და დიდხანს ყოფნას. პატრიარქობის რანგში პირველად შევხვდით. შეიძლება რომ ადამიანს უნდოდეს და ვერც მივიდეს ახლო და დღეს ჩვენავა სხვანაირი ბედნიერება გვაქვს და სხვანა როგორც ალალიცმები ისე მიგვიღო და ისე ჩაგვეხუტა და ისე მოგვიფერა. აი მართლა ვერ ახვთ, ერთ ვერ ახვთ ისეთი დღე არის და კიდევ ვიძახი რომ ჩემთვის პირადად კიდე სხვა სიხარულია, სხვანაირი სიხარულია, იმიტომ რომ მე და ეს ადამიანი ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ. კეთილშობილი იყო მაშინვე. მე არ მახსოვს, აი
დღევანდელი პატრიარქის გაბრაზება არ მახსოვს. ლოცულობ რომ პატრიარქი იყოს ძლიერად. და ისეთი იყოს რომ აი თელ დედამიწას უყვარდეს. თელ დედამიწას რო უყვარდეს, ეგეთი პიროვნება მინდა რომ იყოს. იმიტომ ახლა ძალა უნდა ამას სხოს გლოცავს ჩვენც უნდა ვლოცოთ. რომ პატრიარქს მეტი ძალა ქონდეს რა.